შუა დღემშვიდობის აქ ალბატონებო და ბატონებო. აჰა, დადგა ის დრო პირდაპირ ეთერში შევარდით ჩვენს ტელემაყურებლებთან როგორ გძანდებით ქალბატონო ანა? კარგად, კარგად გძანდებით ბატონო. კარგად, რა თქმა უნდა, თან კარგად ხარ, იმიტომ რომ გადასარევ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, თუმცა სანამ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავიწყებთ საუბარს, მანამდე გეტყვით, ძალიან საინტერესო ამბები გელოდებათ წინ. როგორც ყოველთვის. ბოლომდე დავიწყო? მიდი, ბოლომდე. იმიტომ რომ გემრიელი არის ხოლმე, ჩვენი მაია ხერხეულიძე შემოგვიერთება რა თქმა უნდა ექიმ რჩევებით. მესამე ბლოკში არაჩვეულებრივი ასტროლოგიური პროგნოზი გვექნება დღეს ჩვენს გადაცემაში. ჩვენი სოფობზე კალავა იქნება ჩვენთან ერთად. სოფიას მოსმენა არის ახლა ერთი სიამოვნება და ძალიან საინტერესოა და ერთი სიამოვნება იქნება ეხა იმ ადამიანების მოსმენა, რომელიც ჩვენ ყავს აქ პირდაპირ ეთერში. იცი რა, სანამ სტუმრებს რა თქმა უნდა მივესალმები, მაგრამ სანამ სტუმრებთან დავიწყებთ საუბარს, მე მგონი ჯობს რომ ჯერ მოკლედ უთხრათ მაყურებელს რა ხდება. რა უნდათ ამ ადამიანებს ხო? შემდეგ ვნახოთ თუ რაც ხდება და შემდეგ აი მეც წინასწარი ეს ანონსი გავაკეთე მოგბაძე შენ. ხო, ნუ ლაპარაკია იმ ვიდეო კლიპზე, რომლის პრეზენტაციაც გუშინ აქციაზე შედგა და რომელიც ამ 150 დღეს ეხება და მოდი სანამ საუბარს დავიწყებ არსებული მაყურებლები, რომელსაც ნანახი არ ექნებათ ეს კლიპი, აუცილებლად იქნებიან ეგეთი ადამიანები და მოდი ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები და დავისხოთ საუბარი და სატელევიზიო პრემიერა აქვე მინდა რა თქმა უნდა. ნახოთ შეიძლება. ოცნება არ გვიხდებოდა ისოდე არავინ არ დანებდება ქვეყანას ვერ დაგითმობთ ჩვენ არასდროს არ იფიქრო შენ ვიღაცა მხდარი იყოს დღეს ისოდე არავინ არ დანებდება სახელოვნ არ გავიმარჯვებ შენ ვერ დაგვინგრევს ვერ დაგვიბნელებზე ვერ არ გაგვიხდიხე Monaha, Vito, Mona!
Bravo. ჯერ საიდან დავიწყო? ჩემი შეგრძნებებით დავიწყო. ეხლა აი კიდევ ერთხელ ნახე, ეხლა ხო ეხლა წყნარად რაღაცნაირად ვუსმინე, ვუყურე და ძალიან ბევრი გრძნობა ერთად მიჩნდება პირდაპირ, ხო? აი რაღაც სიამაყის, სიყვარულის, ბრაზის, არ ვიცი, აი შემართების, ბევრი გრძნობა მოდის ერთად. და მე აი მთელი ამ კლიპის ყურების განმავლობაში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში და იმეც ვიტოვებ, რომ მართლა ესე იქნება, რომ ეს ყველაფერი დარჩება ძალიან მალე, დარჩება მოგონებად და აღარ ვიქნებით ამ პროცესში აი ასე. ძალიან მაგარ კადრებად დარჩება უახლოეს ისტორიაში საქართველოს. მაგალითად, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის და სიყვარულისთვის და შენი ქვეყნისთვის. მოკლედ, ამ ვიდეო რგოლის შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი, უბრალოდ ზულის ჩამდგმელები ყავს, ასე ვთქვათ, სტუმრად. ბესო სოლომონაშვილი, რეჟისორი, არჩილ გიორგობიანი, კომპოზიტორი, ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე, ხომ სწორად ვთქვი. და კადრს მიგმა ყავდა ნოდიკო ტატიშვილი, რომლის ხმაც ისმოდა კლიპშია, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და ძალიან დიდი სიყვარულით მოგიკითხა ნოდიკო. ეჭვი სარგეპარება მაგაში. მაინც დავზენ კიდევ ერთხელ. საიდან დავიწყოთ? ალბათ ბესოს. ბესო შენგან დავიწყოთ? დავიწყოთ. მოგესალმებით. მინდა გკითხო, საიდან გაჩნდა იდეა თქო, მაგრამ რაღაცა კითხვა იქნება გასაგებია. ეგ იმას ალბათ რა ქვია არჩილს. ეგ არჩილს. კარგი. მე უფრო ვიზუალზე ვისაუბრებ. კი ბატონო. პირველ რიგში ესეთი მადლობა მინდა რა ყველას მოუხადო, ვინც აი ამ ბავში იყო და აი რაღაც ვამაყობ რა რომ მომიწია მასში. მუშაობა და ყველა ესეთი ენთუზიაზმი მუშაობდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მეგობარს ოპერატორს ლევან ეგიაშვილს ძალიან კარგი ოპერატორს რომელიც ეს ენთუზიაზმის ტექნიკით მოვიდა და გადავიღეთ აი ეს სინქრონების ეს ეპიზოდები და ნუ ესეთი ის არის და ეს გულით იმუშავა მინდა მოუხადო მადლობა ჩვენს მეგობარ ტელეკომპანიას ფორმულას რომელმაც აი ეს მთელი მასალა გადმოგცა გიორგი თარგამაძე სხვადასხვა სატელევიზიო პრეზენტაციის კი არა ერთგვარი ანონსის სახით ხვალე გუშინ უნდა შემდგარი გუშინ წინ ფორმულაში იყო და ეს არ არის რა რომ ვიღაცის კუთვნილება ეს კლიპი ამისი ან იმისი ეს არის აგერ არჩილის უფლებებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ზოგადად ვისაც სურვილი ექნება იმან დაატრიალოს და დანარჩენი პირადად ჩემი დამოკიდებულება ესეთია რომ მე ძალიან მიყვარს ამ ისტორიაში ტრიალი რა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგცა იმის საშუალება რა რომ ყოველი წამი ავსახოთ რა ამ ისტორიაში და ის რაც რუსულ იმპერიას აქვს რომ ჩვენ ისტორია შეცვალოს ან გადაწეროს და ეხლა როგორც აგრძელებენ ამ ცდილობენ გადაგვიწეროს ისტორია და აქაურმა რენეგატებმაც არ გამოვა ეს იმიტომ რომ ეს არის ისტორია და ისეთი როგორი შეგრძნება იყო და 5 თუ 6 საათის მასალა დავამუშავე რა. ვერ წარმოვიდგენ, აი შიგნით ვიყავი სულ რა, რომ აი ტკივა გაწუხებს და აი იმ პატიმრების იმ რეზო კიკნაძის სიცხვილის გაცდა მაგრამ საშინელი რა, რომ აი რო უყურებ იმას რა, რომ გადის და ქართულ ჰიმნს რომ ღერის, ჩემი ხადი აი ტირილი მინდება და რაღაც ისეთი არის გავადრო და ეს ყველაფერი, ეს კადრები და ეს ემოცია აბსოლუტური იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი ეს ემოცია აი ძალიან ესეთი საამაყო მოგონებად ექცევა და ეს ადამიანები ყველანი თავისუფლებაზე იქნებიან თავისუფლები იქნებიან ამაყად იქნებიან თავისუფლები და ისინი ზუსტად იმ კვალს ტოვებენ ცხოვრებაში ოღონდ არა ისე როგორც ჩვენმა წასულმა გმირებმა დატოვეს დატოვებენ ცხოვრებაში ისეთ კვალს გამარჯვების კვალს დატოვებენ რა და ისინი ჯანსაღად იქნებიან
მაშინ და მაგის აბსოლუტური იმედი მაქვს იგივე ის ბიჭები ჩვენი მეგობარი ანდრო ჭიჭინაძე და ზუა ცეცხლაძე რომელიც აი ჩემთვის არის ბრძოლისა და ინტელექტის რაღაცნაირი მის 19 წლის ბიჭი დანარჩენი სულ ყველა ისინი და ხო ვეფხია და ქალბატონი ამალობელი სიგნით რომ როგორ დავამარცხო დიქტატორი ხო და ჩემთვის რაღაცნაირად თან საამაყო არის თან მცხვენოდა რომ უყურებდი ორივე მხრიდან მცხვენოდა იმიტომ რომ მე არა ვარ ესე გალახული ხო და მithumetes მიუხედავად იმისა რომ სულ მაგრა გარკვეული ქარების მასში ვარ ხო მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონი რომ მაინც იმედი მაქვს რა რომ ამის შემოქმედებიც რაც ხდებოდა მოძალადეებით და ისინი საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გავაწყლები და ვიღაცა შერცხვება ამ პერიოდის და იქნებ მე იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად იმოქმედებს ეს მათ იმაზე მენტალიტეტზე და საბოლოო ჯამში ეს პერიოდი ჩვენ დაგვრჩება ძიმე მოგონება თუმცა საამაყო მოგონებად და მე ხარია რომ რაღაცნაირად ხო თუმცა ჩვენ დიდი მადლობა პირველ რიგში არჩილს იმიტომ რომ ამისი იდეა იყო და დიდი მადლობა აი თელ კომპოზიტორთა პროფკავშირს რომ მუსიკოსთა რომელმაც აი აბსოლუტურად უანგაროდ იმუშავეს და ამჩეს თვითონ იტყვის ამ მეტი მოგონებარი და მე ძალიან დიდი მადლობა რომ აი ამაში მონაწილეობის მიღება მომწია მადლობა თქვენ ყველასთან თვითონ არჩილთან გადავინახოთ ალბათ ჯობს ამ შემთხვევაში არჩილ გარდა ტექსტისა და მუსიკის ავტორობისა იდეაც შენია როგორც გავიგე იდეა აი ძალიან სპონტანურად მოხდა ნუ უყურებ ნიუს ტელევიზორს სხვა რა საქმე მაქვს ან აქციაზე ვარ ან ტელევიზორთან და მოხდა ისე რომ რაღაცა გაცეებული ვიყავი და ვერ გავედი აქციაზე და უყურებდი ნიუსს და უცბად გაჩნდა ეს მუსიკალური იდეაც და ვერბალური შენ ვერ გამიხსნი ცეცხლს მადლობა რომელიც იქვე არის ინსტრუმენტი და ეგრევე მივედი დავაფიქსირე ნოტებში და აი მისამღერი გაჩნდა დაახლოებით 1-5 წუთში და მე უკვე აი წავიდა ფიქრი იმაზე რომ აი რა უნდა იყოს აქამდე როგორ უნდა მივიდეთ ეს ყველაფერი ისა და ჩემო ცოლმა მომაწოდა იდეა მოყევი ამბავი რა რაღაც გაპარევით მოყევიო რა და აი ეგრე ნელ-ნელა დაიწყო მე უკვე მუსიკოსებზე წავიდა ფიქრი და უნდა აუცილებლად ვახსენო აი ეს ბენდი ასე რომ ვთქვათ ვინც ჩემს გვერდზე იდგა სოლო გიტარა სიამაყით აღნიშნავ ჩემი მოსწავლე არის იკა გრიშაშვილი რომელიც წელს კონსერვატორიაში აბარებს ჩემი მეჯვარე ტატო ჯინჯიხაძე გიტარა რომელმაც დაუთმო იკას ეს პოზიცია რომ სოლოის ყოფილიყო ბასიც იკამ ჩაწერა არანორმალური ცოტა რო ვერ არის დრამი ჯოჯიკო აფშილავა ლევანი და არჩილ ბედიაშვილმა გააკეთა ეს ხმის რეჟისურა მიქსინგი ყველაფერი და ნუ ოთო არ ყოფილიყო ეს ვერაფერი ვერ შედგებოდა იმიტომ რომ ოთომ დაგავყალიანა ყველანაირად და საშუალებელი მადლობა ყველაფრის ხო აი ზუსტად რა და ეს ყველაფერი აი ვისაც უნდა არ დაიჯერებს დაიჯერებს ეს ყველაფერი მოხდა ძალიან აი უკაპიკოდ ბოლოს მაქსიმუმ 30 ლარი ლუდი დავლიეთ მაგრამ ბოლოში იყო და ეგ და აი ბესო და რომელიც ჩაერთო თავიდან ხო ბესომ ტექსტის სპონსორი 30 ლარის ეგეც ვთქვათ რა ზოგიერთ არხებზე გაჟღერდა რამდენი ფული გადაღებული ამ კლიპში ხო და ბესო აი თავიდან ბოლომდე ჩაერთო ხო ტექსტის რედაქტირება ბესომ გააკეთა ჩემი ამ სიმღერის და იცის ეხერხება ნამდვილად და აუ რა ვიცი აი თან ესეთი ცოტა სტრესული იყო პირველი პრემიერა რაც გქონდა წვიმამ ხო რაღაცა შეგვიშალა ხელი იქ რაღაცა ვერ დაიქოქა ის გენერატორი ასე რომ ვთქვა და
გაიწევასავით რა, მაგრამ ნუ შედგა და მე მგონი თან როგორ შედგა. რატო მაინდა მეც ნოდიკო? ეს ხათი შორის ჩემმა მეგობარმა მიშთია, კოლეგამ და მეგობარმა ეს დემო ჩაიწერა და რაღაცა და გაუზიარე. მიშა მდინარაძეს გადაუგზავნე და აუ მოდიო ნოდიკო მოერგებაო ძალიან კარგად ხო რა და ხო და გადაუგზავნე და სხვათა შორის ეგრევე აიტაცა ახთოვანები რაღაც წამოვიდა და იშვიათი შემთხვევა არის ახლა რაღაცა მე არ მინდა სხვებს შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ აი რაღაცა პოპ ჟანრში მოღვაწე თუ მომუშავე ადამიანებთან ამდენადაც მქონია საქმე ცოტა რაღაცა უპასუხისმგებლოები არიან რა მე მით უმეტეს ის რომ მე ძირითადად კამერულ და სიმფონიურ მუსიკაში ვმუშაობ ძირითადად რა და ნოდიკომ აიტაცა ეგრევე და ისეთი პასუხისმგებლობა გამოიჩინა რომ აი იქით რომ შეგაჯანჯღარებს და მოდი ხე ჩემთან სახში გავიაროთ ეს და ეს რაღაცა ის გავაკეთოთ და იქ რაღაცა ტექსტი რაღაცეები ჩავასწორო და ხო, ისეთ ყველა საკითხის მიმართ ესეთ პასუხისმგებელია ნოდიკო? არა, ნოდიკო არის აი სუპერ ბიჭია და თან აღმოჩნდა რომ აი ჩვენ გვაქვს პირველი განათლება ერთი არის. წესით პარლამენტში უნდა ყოფილიყავით ორივე, იმიტომ რომ სახელმწიფო მართვა და ადმინისტრირება გვაქვს დაკავებული ორივეს და აი სხვებს დაუთმეთ და რაღაცა და ფეხბურთელებს. ხო, ფეხბურთელებს მოჭიდავებს და ასე რომ ჩვენ რაღაცა მივხვდით რომ არის ჩვენი ადგილი იქ და წავედით სხვა კი ოთარ რომ არ ყოფილიყო ოთარიო არაფერიც არ გამოგვივიდოდა ახსენეს ბიჭებმა. მე მგონი ეგრე არ არის. ოთარს გაუმართლა. ოთარს რა, ანუ ჩვენ ზამთარში შემდგომის ბოლოს გამოვშვით რაღაც კრებული საბოლოო სიმღერების. იქ მაგალითად შევა არჩილის კომპოზიცია, რომელზეც ურთულესის ლექსი და სხვა სიმღერათა შეგონე იყო კრებული, ეგ არის ალბომი, ეგ კრებული, რომელიც სხვადასხვა პერიოდის სიმღერებით დაკომპლექტდა რა, უბრალოდ ყველა საპროტესტო რა, ზოგი 2000-იანებიდან, ზოგი 1000-იანებიდან, ზოგი ახალი. და მან ნუ იმდენი სიმღერა დაიწერა ამ პროტესტის განმავლობაში, გოგორდა და 150 დღის განმავლობაში, რომ გაჩნდა იდეა, რომ ალბომი გაკეთდეს საპროტესტო სიმღერების, რომლის გამხსნელი სიმღერაც აიწერან მოისმინეთ რა. რავი, მე პირიქით მადლობა მინდა გადაუხადო არჩილს, ბესოს ყველას ვინც იმუშავა სიმღერაზე თუ ვიდეოზე და რავი ძალიან ისეთი პროდუქტი გამოვიდა რა ცოტა ისე ვილაპარაკებ არა არტისტულად იმიტომ რომ ეს არის ისეთი სიმღერა არის რა ძალიან ჩემი აზრით რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონება და გაუღვივებს რაღაც ისეთ გრძნობებს რომლებიც წარდგება ამ ყველაფერს ასე ვთქვათ რა რავი, რამდენიმე თვეში ეს ალბომიც შეიკრება, ჩაწერები მიმდინარეობს და მაგაზეც მე ვისაუბროთ რა. თუ ნებას მომცემთ ვისარგებლებ შემთხვევით მე მინდა რომ სოლიდარობა აღვქვა ჭიათურელებს, რომლებიც ახლა არიან ძალიან ძიმე დღეში, რომლებსაც ყველა ატყუებს. ყველა ცდილობს სათავეში გამოიყენოს, მე მინდა მათ გამძლეობა უსურვო. არა მუსიკალური ის არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ასევე მინდა დავაანონსო რომ 1 მაისს 5 საათზე მუსიკოსები ვაკეთებთ აქციას კულტურის სამინისტროსთან. კულტურის სამინისტროსთან ვაკეთებთ სიმბოლურად, ჩვენ სამინისტროს არ მიმართავთ, ჩვენ უბრალოდ კულტურის სამინისტროს ტერიტორიიდან გვინდა მიმართოთ საზოგადოებას და მოუყვეთ რამდენი გამოწვევის და პრობლემის წინაშე ვდგავართ. დიახ. ესე იგი კიდევ ერთხელ გითხავთ, როდის 1 მაისს 5 საათზე, 1 მაისს 7 საათზე პროფკავშირები, დამოუკიდებელი პროფკავშირები ვაკეთებთ, ერთობლივ აქციას 7 საათზე ორბელიანის მოედნიდან. ხოლო მუსიკოსებმა გადავწყვეტეს, რომ 5 საათზე შევკრიბებთ კულტურის სამინისტროსთან
სადაც ჩვენ კონკრეტულად ამ სფეროს პრობლემებს გავაჟღერებთ და შემდეგ შევერთებით ამ დიდ მსვლელობას ორბელიანის მოედან კანცელარიამდე. ძალიან ალბომზეც ხომ არ გვეტყოდით ერთი ორი. დავასპოილეროთ ცოტა. დავასპოილეროთ კი ბატონო. ესე იგი ჩაწერილი არის ამჟამად 3 ტრეკი, 3 სიმღერა არის მზად. დამთავრებული არის. რიგში დგას კიდე 3 ბენდი, რაც უეჭველი ვიცით რომ იქნება. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკოსების ნამუშევრები. აბსოლუტურად არჩილი არის რაღაც კლასიკური მუსიკის უფრო წარმომადგენელი არიან, პანკები არიან, რაღაც ფანკ ისეთი მუსიკოსები, ანუ საერთოდ სხვადასხვა რაღაც არის და არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს განსხვავებული ჟანრები, განსხვავებული ადამიანები თან ყველა ძალიან ნიჭიერი საერთოდ განსხვავებულ მომენტში ისეთ მუსიკას აკეთებენ, რომელიც არის ერთი ხასიათის არის, ოღონდ კარგი გაგებით რა. ერთნაირი აბსოლუტურად განსხვავებული და ყველას მოაქვს ერთი ემოცია. რაღაც თავისუფლების მოთხოვნა, ქვეყნის განვითარების რაღაც შინაგანი მოთხოვნა და რა ვიცი, გამარჯვების ყურბილი. რამდენი სიმღერა შევა ალბომში? 12 სიმღერა. ჰუ, კაია, დაგელოდებით. შეიძლება დავამატო რაღაც. ჩვენს ეთერში დაგელოდებით. მე ალბომით. იქ ვინც მონაწილეობდეს, გადაღება ვოკალები ვინც გაახმოვანეს. რაღაც ენთუზიაზმი უკანეს აქცია მიდიოდა უშველებელი და ასეთი იქნა რომ ამოდიოდნენ რა, ნაცნობები და უცნობები და დინამიკი იდგა ხანგვეთი ხო დამიჯდა ის დინამიკი. ხო დამიჯდა შემოდა ტელეფონით რომ ემაშლებოდა იგივე რატი და თეონადო ლენჯაშვილი და არ ვიცი გიორგი სავანელი ნინო ჟვანია, რომელიც აქტიურად ნინო კი არა ის არის თამუნა ჟვანია, რომელიც დრამებზე დადიან სულ და რაღაცა ემოციოდა რა მე ის უცნობი ადამიანი ანუკა გამსახურდია და უცნობი ადამიანების ფანტასტიკური დეკორაცია, აი კოსტიუმირებული ჩვენი გმირი რომ მოვიდა მე სადაც აქციაში და რაღაც უცნაური იყო რა და კიდე პრემიერა თვითონ ამ წარდგინებას იმასაც ქონდა უცნაური ხო რა ეგ მაინტერესებდა გუშინ როგორი რეაქცია მოყვა პირველი ერთი იყო რომ იქ პირველ მცდელობა რაც იყო იქ რაღაცა ხელი შეშლები იყო ტექნიკური ესეთი არ გამოვიდა და წვიმდა თამაში და გუშინაც აი როუნდ დავიწყოთ ეს ყველაფერი გაწვავდა და ტექნიკა რომელიც გენერატორები რომ წვიმად დაეწვა დეს დაგარტყამდა რაღაცები და ქოლგებით რო იდგა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ თათია მექვაბიშვილს და ანა რიაბოშენკოს რომლებიც და კიდე იქ ადამიანებს მეგობრებს რომლებიც გვეხმარებოდნენ რომ აი ну რაც თათიამ და ანა რიაბოშენკომ გააკეთეს აი არ ვიცი რა დინამიკებს რომ ამთავრდა კულტურა დემოკრატიისთვის პლატფორმა თათია მექვაბიშვილი მღერის კიდეც აქ ვოკალში და ეს არის და ესეთი იყო რა პირველი რომ წავიდა ეს კლიპი პირველად და იქ რაღაც პატარა ტექნიკურად ბლუთუსმა რაღაცა ვერ აკრიფა რაღაცა ვერ ვიწყდებოდ მაგრამ სიჩუმე იყო იძაბები მაგ დროს რა რომ აი მე არ მოეწონა და მე რომ დამთავრდა და იქ და აი ხმას რომ ბოლომდე რო აყნა ყველა ხმას და რატაში რაღაცები და მე ავდიკი და ის არის რა ქვია გავთავხედი გადავწეთ თავიდან გავუშვი მაგრამ უკვე კარგად წაიყო რა მაგრამ ისეთი იყო მე კადრები ჩამიგდეს ჩემფეიდოზე ჩამიგდეს კადრები რო წვიმს და ეკრანზე მე ერთი რამე შევამჩნიეთ რა მე არჩილის მეუბნეო და ოთოს მეუბნეო და რომ ამ წვიმაში ცრემლები მაინც ყველას ატყობოდა მე ფანტასტიკური მოდიში წვიმა რო წამოვიდა მე მეგონა რომ ახლა დაიშლებოდა ხალხი და უარ წავიდნენ მე ისე სიამონა ისე გამეხარდა რომ აი ვერ აგიხდე ვერ გამოუცემ რა მაშინ უფრო გამძლეობა ძალიან ემოციური ის იყო რა ხასიათი მე მეგონა რომ მეღადავებოდა ინვესტირონდა არა მართლა ძალიან ემოციურია მით უმეტეს აი გუშინ იქ კიდევ უფრო ემოციური იქნება და იცი რა მაინტერესებს როგორ ფიქრობ მუსიკოსის ხმა რამდენად აუცილებელია და რა მნიშვნელობის არის რომ ისმოდეს დღეს ხმა ის რა არის აი ხა მუსიკოსის ხმა რა მნიშვნელობა აქვს და როგორ არის მე აი ყველანაირი კონცეპტუალიზმი ყველანაირი რაღაცა ის
ჩემი ხა ძირითადი რაღაცა მოწოდება რაც არის, ყველაფერი გადავდე გვერდზე და ვთქვი რომ მე უნდა ველაპარაკო ყველას. ასე რომ ვთქვათ, მასებს უნდა ველაპარაკო და უნდა დავწერო ის რაც ყველამდე მივა. აი ეს იყო ამ სიმღერის იდეაც და მიზანიც. თორე ხა მე ხა რაღაცა ჯოისის და შტოკჰაუზენის და შონბერგის ენაზე ხო, ხა ნუ არ არის მაგის დრო, იმიტომ რომ ხა 5 წელია მე რაც დავწერე, ხა ნაწარმოებები რაღაცა პრემიერები შედგა ის არ არის დღეს მზად სამწუხაროდ ხალხი იმდენად გადაღლილი არის ამ რაღაცა ჩვეული ამ რაღაცა ყოფისგან რომ რაღაცა დაждდეს და იფიქროს. ასე რომ რაც შეიძლება ისეთი მარტივად რაღაცა დემოკრატიულ ენაზე უნდა ველაპარაკოთ ყველას და ეს არის მუსიკოსის და ყველა ხელოვანის მე მგონი მოწოდება. მე იმას არ ვამბობ რომ რაღაცა როგორ თქვა რაღაცა უგემოვნებო და უხარისხო რაღაცა უნდა შევთავაზო. ხო შეიძლება რომ მარტივად იყოს ძალიან გემოვნებიანი მისაღები და ყველასთვის ისეთი არ ჩვენ გაფუჭდე და არც ისინი გააფუჭო. ხა მე ვერ გავხდები ეხა სიტყვაზე რაღაცა ისეთი როგორ თქვა რაღაც არ მინდა თქვა ეხა ეს არავინ რაღაცა დავალეიბლო და ვერ მე ვარ ის რაც ვარ ასე რომ ვთქვათ და მინდა რომ უბრალოდ მე ჩამოვალ მე-9 სართულიდან პირველ სართულზე და გავხდები ყველასთვის ეს არის ჩემი ახლა მოწოდება ხარისხიანი მუსიკა ხო აბა რა ეს დაახლოებით არის აი ეს როგორც არის როგორც არის let it be აი ეს რაზეც მე გავიზარდე ხო აი ეს იყო იდეა და მე ხარ რომ უმარტივესი და გენიალური ხო უმარტივესი გენიალური და თან ყველაზე მაგარი ის არის რომ აი ტექსტი და მუსიკა რომ მოვიდა ერთმანეთში და რომ არ არის ხელოვნური და რაღაც რაც ხშირ შემთხვევაში იყო ადრე ჩვენს ისტორიაში აი მაგიტომ ჩავთვალე რომ ეს გიდა რომ ჩაწერილი იყო და უნდა რახმოვანები მე როგორც ერთი ჩვეულებრივი მსმენელი და მაყურებელი გეტყვი რომ ნამდვილად ღირა იმიტომ რომ მართლა ის უამრავი ემოცია აი პირდაპირ გვაქვს პირდაპირ მადლობა ბესოს ხო კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ეს ვიდეო მუსიკა ერთმანეთს შეიძლება ითქვას პატდება. აი ეს შედეგს ერთიანობა. ნამდვილად. აი კიდევ შეკითხვა შეიძლება დავსვა. აი ის იდეა რომ აქციის მონაწილეებს გაიხმოვანებინათ ასე ვთქვათ. ეს სიმღერა ხარ ასაც უყურებთ ფრაზები ხო? ვისი რაც ერთად ჩამოყალიბდა. ეს ბესოს იდეაც იყო, ნოდიკოს იდეაც იყო, ასევე რომ აი რაღაცა რუსთაველზე გაკეთდეს. თავიდან გვინდოდა რომ დაგვედგა რუსთაველზე სკამი და აქეთ-იქით ხალხი მოძრაობს რაღაცა. მე შემოიტანეს 5000 და ძალიან არ მინდა რომ გადავახტევინო. ხალხ 5000 ძალიან არ მინდა. იმიტომ რომ რომელი 5000 ის უწყინარი? აი უწყინარი ხო და ამიტომ მე კარგი წერტილი ვიპოვეთ ისეთი ხო? არა ძალიან მაგარი და ძალიან უკანეს მიდის და რაღაცა ესეთი სოციალია, ნამდვილი არის ხო? რამოდიოდნენ იქ ქვემოთ აი აქციაზე მიდის მოწია და ამოვიდა ჩაწერა მაგარია. აი პრამ 5000-იანზე ზუსტად რა როცა გავიდა ფორმულაზე ეს ვიდეო და ზუსტად რაღაც 10 წუთები იყო და ვინ ეკავს ვიღაცა და საქართველოს პოსტიდან ვარო და მომიტანეს 5000-იანი ჯარიმა და დამაჯარიმეს 5000 ლარი. ეს ახალია თვითონ აღარ მოაქვს. აი ეს ორი არა თვითონ აღარ მოაქვს პოლიციელებს ხომ მოხონდათ ხოლმე. არა პოლიციელები არა პოსტა მომიტანა საქართველოს პოსტამ. ანუ კომფორტულად თქვა კი ხო და აბა კიდე მე ვიცი რომ არაფერს არ გადაუხდი და მე მაქვს ინფორმაცია რომ ცოტა ხანში პატრული პოლიცია იმის დაიწყებს ტერმინალები დაიწყებენ აქციაზე პირდაპირ საშუალება ექნება და აგროვდება რა რაღაცა ახალი პრემიები ისეთ აი კლიპის მიღმა მაინც ალბათ უნდა მოვყვეთ თითოეულ თქვენგანმა როგორი იყო ეს 150 დღე თქვენთვის
დარწმუნებული ვარ ეს იდეა აქედან გამომდინარე გაჩნდა ყველას გააკეთეთ რომ ძალიან ხო ეს პატარა შეჯამება გავაკეთოთ ამ 150 დღის ხო 150 დღის თუ მე 150 დღის არ მე მაგალითად 12 წლის შეჯამებას გავაკეთე აი 12 წლისაც შემილია და მე ხა 2000 ხო კიდე 32 წელს შემილია წლიდან აი პირველი შევარდნა რომ მოხდა და დარბევა იქ რაღაცა გოგოების ცემატყება აი კლუბების ამბავი რო იყო იქიდან მოყოლებული რა ვიცი ნუ დაგროვდა და აფეთქდა რა ეს ყველაფერი რა იმიტომ რომ ფაქტიურად რუსთაველზე ვარ 7 წელია უკვე რა მანამდეც ვიყავი ანან კი მაგრამ აი ეს რაღაცა 7 წლიანი ციკლი რომელიც არც თუ ისე პატარა რო არის ადამიანი რამდენ ხანს ცოცხლებზე ხარო ახლა იქ რაღაცა 12 წელი 7 წელი 9 წელი რაღაცაზე ხა აპროტესტო გავჭაღარავდი გავმელოდი და ასე შემდეგ და არ ვიცი აი ამას კლიპის მიღმა კიდე 150 დღე ასე რომ ვთქვათ იყო რთული მაგრამ ერთის ყველა ახლა ეს ადამიანები დავახლოვდი ზუსტად ამ პერიოდში და ძალიან ბევრი კაი ადამიანი შევიძინე რომელიც აი რა ვიცი მიხარია რომ ერთაზე ვარ ერთი იდეაზე ვარ ერთი სულის რაღაცა შემართება გვაკავშირებს და მე მგონი გამიმარჯვებთ ჩვენ აბარა უნდა გამიმარჯვებთ აბარა ჩემი აზრით აი ეს 150 დღე არის ზუსტად ამ 12 წლის შეჯამება კი ესეთი რაღაც მე არ ვიცი რომ სარგანო აქამდე მომხდარიყო რა აქ ძალიან ბევრი რაღაც ბოროტენას ზოგჯერ რაღაც ცოტა ნაკლები ადამიანი გამოდის რაღაცა გონია მაგრამ რეალობა ის არის რომ სრულიად საქართველო არის უკმაყოფილო რა აი არის ძალიან სამწუხარო რეალობა კიდე სამწუხარო რეალობა ისაა რომ აი ამ კლიპში თუ შეამჩნიეთ რომ გაჩერებაზე ეს ფაქრაშა რო წერია აი წეგანიკო ხო აი ვიღაც ქართულებს გულზე მოხვდებათ აი კიდე ძალიან სამწუხარო მართლა არ მესმის ის არის რა იცი როგორი ჩემი აზრით ისეთი მომენტის წინაშე გავართ მთელი ქვეყანა რომ ან ახლა ან არასდროს რა აი რაღაცა ჩემი აზრით 150 დღე მხოლოდ დასაწყისი არის რა ამ წინააღმდეგობის იმიტომ რომ რავი ახლა იწყება თავდავიწყება რა შენება კი ბატონო თელობა ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მოჩვენა ჩემთვის ხო ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემთვის ეს 150 დღე არ არის მაგრამ ფოშორს დავალ რა ეს არის 250 დღიანი ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი რა ჩვენ და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჭკუა რომ ძალადობით ხალხთან არ უნდა ილაპარაკოს აი ბოლო 30 წელში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ზოგი სხვადასხვა მოტივით ყველა ძალადობდა ხალხზე არ გამოვა ეს ამბავი იმიტომ რომ ეს 150 დღემ ახალი საზოგადოება გააჩინა საზოგადოება ხდება ახალი საერთოდ რომელიც ხვდება რა რომ თავის სამშობლო თვითონ დაიცვას და კიდე ერთი აი რასაც არჩილი ამბობდა რა რომ მე გავიცანი ჩემი საზოგადოება აი დები ჟვანიები დათო შუღლიაშვილი არჩილი ოთო არ ვიცნობდიან ხალხს და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით რომ ჩვენ თურმე ვარსებობთ ჩვენ თურმე რაღაცას ვქმნით და ადამიანები რომლებიც ბრძოლისთვის არიან შეიძლება გვეშლება რაღაცები რაღაცა სწორს ვაკეთებ მაგრამ ბრძოლისთვის არის საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლად ქვეყნისთვის არის ქვეყნისთვის არიან სამშობლო ქვეყნისთვის არიან თავგანწირულები და თავგანწირულები არიან იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა ეს საქართველო ეს ფსევდო რაღაც დამოუკიდებლობა კი არ კონდეს ცივილიზებული სამყაროს წევრი გახდეს რა და არა ეს რაღაცა როგორც ნეიტრალური რაღაც სულებს რომ სპეკულირებენ რაღაც მამაძაღლობებით აი ჩვენი სამშობლო რასაც აი ერეკლე მეორეს ხსულაპარაკობენ ერეკლე მეორეს ოცნება რო იყო ჩვენი სამშობლო გახდეს მთელი ცივილიზებული სამყაროს წევრი აი ეს არის და ეს 150 დღე არის ერთ-ერთი ეტაპი ამის არც ესე მალე მოხდება ვიცი მაგრამ არც ესე შორს არის მაგრამ რომ მოხდება ეგეც ვიცი სხვანაირად არ არის არ შეიძლება სხვანაირად მართლა არ შეიძლება სხვანაირად ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმ ადამიანებს ვინც ვიდეოში ვნახეთ იმ ადამიანებს ვინც კადრს მიღმა იმუშავა ამ ყველაფერზე და იმ ადამიანებს
იმ ადამიანების ზღვას კიდე არაჩვეულებრივ ულამაზეს უნიჭიერ ადამიანებს, რომელიც ვიდეოშიც ნახეთ და რომელსაც ხედავთ რუსთაველზე და თბილისში და საქართველოს ქუჩებში ამდენი ხნის განმავლობაში. რეკლამა ხო არა? ნახოთ. რეკლამა და თუ ამაყურებელს ვეთქვი, რომ თუ ამ კითხვის ნახვა კიდევ თუ უნდა და კიდევ მრავალჯერ შეუძლიათ ჩვენი Facebook-ის შუადღე ლაივის გვერდზე ნახონ. უღრმესი მადლობა. მადლობა. რეკლამა. და აი, გადაცემის დასაწყისში რომ ვთქვი, რომ როგორ გიხარია ჩვენს და ჩვენს ტელემაყურებელს ზუსტად ვიცი. სოფია ბზეკალავა. როგორ ახალ? კარგად შუა დღეებში ვიდობის, მივესალმები მაყურებელს. კარგად, ძალიან ენერგიულად. ეხლა მე ჩემი პროფესია მასლა შეშუებას ვიცოდე დაახლოებით რომელ დღეს რა ენერგეტიკა დღეს ახმთვარეობაა. მინდა გითხრათ, არის გვიან მოკლედ გვიან იქნება საღამოს რომელი ახალმთვარეობა წვრილი როცა არის მაშინ ლამაზი ანუ მთვარის ახალი ციკლი იწყება დღეს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა იმიტომ რომ ეს ახალმთვარეობა არის დიაკონსის ნიშანში რომელიც არის ყველაფრის საწყისი სიცოცხლის საწყისი ყველაფრის საწყისი რაც სიყვარულით და მოთმინებით იზრდება და იღებს შედეგს ეს არის კუროს ზოდიაქოს ნიშანი იმიტომ რომ დღეს ახალმთვარეობა ჩვენ გვაქვს კუროს ზოდიაქოს ნიშანში და ძალიან ესეთი კარგი პერიოდია და განსაკუთრებული პერიოდია მინდა გითხრათ რომ მოვნიშნოთ აი რაღაც ჩვენი სურვილები კონცენტრირდეთ იმიტომ რომ კუროს ზოდიაქოს ნიშანი ეს არის კონცენტრაციის საოცარი ნიჭი აქვს კუროების კონცენტრაციის, ნელა, მაგრამ გზიდან არ გადაუხვევენ, როდესაც ზუსტად იციან რა უნდა და კურომ ყოველთვის იცის რა უნდა. ეს არის ხალხი, რომელიც საკუთარ სურვილებს კარგად მიყვება. ამიტომ ჩვენ რო ვიცოდეთ რა გვინდა რა მაგარი იქნება. ვურჩევდი, რომ ამით დავიწყებ, სანამ მაისის პროგნოზს გავაკეთებ, ვურჩევდი, რომ კონცენტრაცია გააკეთოს საკუთარ სურვილებზე ამ დღეს. იმიტომ რომ თქვენაც ახლა მინიმუმ დაშვების დონეზე დაუშვებთ ესე თქვა ქვეცნობიერში რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს უახლოეს 6 თვის მანძილზე თქვენ ამისგან დაინახავთ რა ამოვიდა რა გაიზარდა ამიტომ გირჩევთ არ გააბეროთ კონფლიქტები იმიტომ რომ დღევანდელი დღე ცოტა ემოციურად მოწყვლადია ახალი მთვარეა და ახალ მთვარეობას თუ დააკვირდებით სიბნელეა ცაცა ნეტა ძირითად რეგამერეკა შენთან მოასწარი ერთი უკვე მოასწარი არა უშავს ყველაფერი კორექტირებადია სამყაროში. თავარი ადამიანმა გააცნობიეროს რომ შეეშალა, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველას აქვს უფლება კონდეს შანსი ზოგადად. და თუ კი ადამიანს უნდა რომ იყოს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. თავარი გინდოდეს და რა თქმა უნდა. ხდებოდა რომ შეცდომა მოგივიდა ახლა, ამიტომ შეცდომა არის 1, 2, 3 და 5 შეცდომა აღარ არის ხასიათის თვისება შევთანხმდით. ამიტომ დღეს არის მართლა ეს ჯადოსნური დღე, მე არ ვარ ფანატიკოსი ასტროლოგი ზოგადად და ანუ აფს ფანატიკოთ არ უყურებ, ყველაფერს პრაქტიკაზე უნდა ისწავლო. ძალიან მაგრად მუშაობს, მინდა გითხრათ, უბრალოდ დღევანდელი დღე ასევე არის ძალიან ემოციური, ბევრი ადამიანი იქნება ემოციურად გაურკვევლად, აი უთავოთ თითქოს, იმიტომ რომ ახალთვარეობას საკითხაზე ბნელა ადამიანები არიან ემოციურად ძალიან მოწყვლადები. რაღაცა გვაწუხებს და აი ფოთავთ და ვერ ხვდებით რა. და ასევე ძალიან მარტივია ჩვენი ემოციურად გაშიშვლება. ძალიან კარგი თუ თქვენ თვითონ მიიღებთ ამას და ილაპარაკებთ, გულწრფელი იქნებით, განსაკუთრებით პირად ურთიერთობასაც შეეხება, იმიტომ რომ მაისისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის პირადი ურთიერთობები და ძალიან მნიშვნელოვანი თემები მოდის მოკლედ. ამიტომ დღევანდელი დღე გულწრფელობისთვის ძალიან კარგია. მინდა გითხრათ. ყოველი დღე ალბათ, ყოველი დღე, მაგრამ ახალთვარეობას რასაც საფუძველს ჩაუდებთ, მოკლედ, ეს ყველაფერი გაიზრდება, გაბერდება, კულტურის ნიშანია. სხვათა შორის, რო იცოდეთ, ეს არის მატერიალური რესურსების ნიშანი, პირველი ნიშანი, მიწის ნიშანი. ოღონდ იცით როგორი კარგი ენერგია აქვს ამ ადამიანებს, მე ძალიან მომწონს, რომ სამი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც საერთოდ მატერიალურისკენ არის მიდრეკილი, მიწას ფეხს კარად განან ეს ტიპები არიან, კურო ქალწულ და თხის. თქვენ ჰაერში ხართ. თქვენ საჭირო ხართ, თქვენ რომ არ იყოთ, ბევრი კომუნიკაცია ვერ შედგება, მოკლედ. იქნება სამყარო ესეთი ლამაზი. რა თქმა უნდა, და მარტივი, კიდე. და კუროს პრინციპი ნახეთ რა არის, მას უყვარს ფული, მას საერთოდ უყვარს კომფორტი და ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში გემრიელად ცხოვრება უყვართ, გემოსატანენ, მაგრამ
ნახეთ, საკუთარ სურვილებზე და კარგად ყოფნაზე წინ ფული არ დგას მისთვის არასდროს. ანუ კურო არის ესეთი ადამიანების ნიშანი, რომელსაც უყვარს ეგრეთ წოდებული ცოცხალი ფული, ანუ ის რასაც აკეთებს თუ პროცესში არ მოსწონს და არ აბედნიერებს და მისი სხეული ამით ისტრესება არ დასტრესავს საკუთარ თავს. ამიტომ ჩემი რჩევა არის ასევე მოусმინეთ საკუთარ სურვილებს და აი კითხეს თქვენ თავს, ბევრს ხარიღებთ საკუთარ თავზე, თუნდაც ვალდებულებებს, აი თუნდაც მატერიალური კუთხით, ოჯახური ვალდებულებების კუთხით და ძალიან გულწრფელად დასვით კითხვა დღეს, გჭირდებათ ეს თქვენ ყველაფერი, შეიძლება არ გჭირდებათ. და უბრალოდ იმიტომ აკეთებთ, რომ აი ვიღაცამ შეგაფასოთ, ვიღაცამ დაგინახოთ, ვიღაცამ ტაშტაგიროთ. თუ თქვენ თავთან ამას აღიარებთ, ბევრი რამე შეიცვლება. თავარი საკუთარ თვითონ აღიარება მოგეთ. და ჩვენ გავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. ზოგიერთი ადამიანი ამას ხვდება. ზოგადად სამყარო გადის ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. მიხარია რომ ფინალიზაციისკენ, გარკვეული ფინალიზაციისკენ მიდის პერიოდი, როდესაც ადამიანები აი მართლა ნისწრი დაკარგულები იყვნენ. და რაღაცნაირი უძრაობის პერიოდი და შიშის პერიოდი იყო ბევრი ადამიანის. ჯერაც არის პრინციპში. მაგრამ მაისი უკვე იწყება გამოღვიძება. ეს არის იცით როგორი პერიოდია მაისი, რომ გაზაფხულიც არის ახლა ხო ყველაფერი იღვიძებს, მაგრამ თვითონ ადამიანების ემოციური მდგომარეობა, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა რაღაცა იზრდება, პულსი ჩნდება უკვე და აი ფრთხილად რო დადიხარ, ხო იცი? აი ახალფეხადმული ბავშვი რო დადეს, აი ეგეთი პერიოდია მაისი ძამბერი ადამიანის ცხოვრებაში, მოусინჯოთ, მიხვდეთ რომ შეგვიძლია გამოგვდის, ну შეიძლება რაღაცები არ გამოგვიდეს, მაგრამ არ შეგვეშინდეს, შევხედოთ მარტივად, იმიტომ რომ მაისის მეორე ნაწილი უკვე ტყუპებისა და ტყუპები ყველაფერს მარტივად ეკიდებიან, დააჭირა იქ, დააჭირა, გააფეთქა რაღაცა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა. გიზდები ტყუპებს აქვთ ეს ისება, რომ არის არიშინიათ ექსპერიმენტების, მოკლედ და კიდე ვამბობ, სანამ შემოვიდეთ ეთერში, რომ ეს კი ახლა ტყუპებზე რომ ლაპარაკო, ორი ტყუპი მიზის, ერთი. ორ პირია. შესაბამისად ძალიან ის ნიშანი პერიოდია, რამდენი ნიშანს განსაკუთრებით შეეხება ეს, იმიტომ რომ მაისის თუ ეს მოყვება, მაისის თვეში ჩვენ გაქვს ძალიან ნიშანი, ესე ვთქვათ, პლანეტარული ცვლილებები, რომელიც არ არის ყოველთვე. და შესაბამისად ეს განსაკუთრებით მაისის ბოლოს ეხება. მაისის ბოლოს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პარტნიორული და არა მხოლოდ უფრო პროფესიული კუთხით იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბევრი მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, ბევრს ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჯობია ალბათ მიყვეთ თანმიმდევრობით, რომ არ იყოს მე იქ, ესე ვთქვათ, წყენა რომ შენ ჩვენ არ გიყვართ, იმაზე ამდენს ლაპარაკობ, ამდენს ზიდოს, რა თქმა უნდა, თანმიმდევრობით უნდა მიყვენ, ვერცით უნდა დავიწყო, ვერცით ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებით. მე ჩვენს ვერძი ვარ, ძირითადად ვცდილობ რომ არ ვილაპარაკო ბევრი ჩემ ზოდიაქოს, იმიტომ რომ მე მიკერძობაში ვერ ჩამომერთვეს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები გადიან არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ემატებათ აქტივობა, იმიტომ რომ თითქმის 2 თვე მათ მართველი პლანეტა იყო ძალიან პასიურ პოზიციაში და ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, აი თითქოს აი არ ქონდა мотиваცია. Ну ზოგთან არ იყო мотиваცია, ზოგთან უბრალოდ ჯანმრთელობის კუთხით ეს თქვა იყო რაღაც სიტუაციები, რაც ისინი არ აქცევდნენ ყურადღებას და აუცილებლად უნდა გავაფრთხილო ჩემი თანამეზოდიაქოვეები, რომ ეხლა დადგა ის პერიოდი, როდესაც თქვენ პირველში თქვენ თავი ნერჩეთ, თქვენ ჯანმრთელობას აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ, განსაკუთრებით ფსიქოსომატურს, იმიტომ რომ ვერძები სულ მოძრაობენ, არასდროს არ ცალია თავად იყონ, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე თქვენი ფიზიკური სხეული უფრო მენტალურიდან გამომდინარე ითხოვს ყურადღებას. თუმცა ეხლა უკვე პულსი ჩნდება ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანს, იმიტომ რომ მარსი გაძლიერდა, გადავიდა ლომის ნიშანში, მარსი ვერძს მართავს და ნუ შესაბამისად ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოემატათ ამბიცია, მაგრამ სადღაც აპრილის ბოლომდე, მაისის დასაწყისამდე ცოტა შინაგანი კონფლიქტები აქვთ. ეს კონფლიქტები შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ სიტუაციებს, სადაც თავს არ გზნობს მაინც დაფასებულად, შეიძლება ეხებოდეს რაღაც გაღიზიანებადობას, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, თუ რა თქმა უნდა, შვილები ყავს. ამიტომ შეეცადეთ, რომ მიზეზი საკუთარ თავში დაინახოთ, ვერძი ცოტა ეგოისტი ხალხია და თავის წვერს იქეთვით ვერ ხედავენ ხშირად ვერაფერს, საკმაოდ ეგოისტი ადამიანები არიან. აი უკვე სადღაც დაახლოებით მაისის 4-5 რიცხვის შემდეგ
ბევრად უკვე კარგი ეტაპი იწყება ვერძის ნიშნის დაბადებულებთან და მაისის ბოლოს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ვერძის ნიშნის დაბადებულებს. პირველ რიგში თქვენი ენერგია, ავტორიტეტი მოიმატებს, გაცილებით უფრო თამამები იქნებიან ვერძის ნიშნის დაბადებული. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი დაიწყება რაღაც კარიერულად, ძალიან ბევრთან დაიწყება სწრაფად, ძალიან სწრაფად, შეიძლება ეს იყოს რაღაც სტარტაპი, რაღაცა რაც უნდა მოსინჯო, შეიძლება არ გიკეთებია აქამდე, მაგალითად რაღაც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ჩქარა ყველაფერი და ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, შეიცვლება ურთიერთობის სტატუსი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ახალი ადამიანი, ძალიან საინტერესო ურთიერთობები იწყება, მაგრამ ზოგიერთი შემთხვევაში შეიძლება იყოს უბრალოდ სითამამე, რომ დასრულდეს სტატუსი. განსაკუთრებით ამ თემასთან ახლოს თქვენ მიხვალთ და თვითონ გადაწყვეტ რაღაც ცვლილებებს, გადაწყდება თქვენ ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები, დაახლოებით 13-14 მაისის რადიუსში. როდესაც ჩვენ გვექნება სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში, ეს ვერძისთვის ტრანსფორმაციული ნიშანია და ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები აი აქ დიდ ტრანსფორმაციას გაივლიან. და მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შეიძლება, რაც უკავშირდება მატერიალურს, რაც უკავშირდება ურთიერთობებს და რაც უკავშირდება ფიზიკურ ხელს და საკუთარი თავის არჩევას. მე რასაც ურჩევ ვერძის ნიშნით დაბადებულებს, ისე როგორც არასდროს თქვენ ახლა გესაჭიროებათ სიმშვიდე, საკუთარი თავის მოსმენა და საკუთარ თავზე ზრუნვა. ამიტომ გირჩევდით, მოკლედ ამ ხრივ ჩაგეკითხები. აი ხო რჩევებს აძლევ, ხო მოსკოვის ნიშნის მიხედვით. შენ ძალიან კარგად იცი ეს ყველაფერი. აი იმ სირთულეებს. აი ამ რჩევებიდან გამომდინარე, შენ თვითონვე უმკლავდები და ალაგებ? კი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომფორტულია. არ არის კომფორტული. უბრალოდ ვიცი, რომ სავალდებულო შუქნიშანია, რომელსაც გაცნობიერებულად უნდა შევხედო, იმიტომ რომ სამყარო მაინც არის დაფუძნებული აღქმებზე, როგორ აღვიქვამს ჩვენ რაღაცა. მაგალითად, წვიმა რომ მოდის, ვიღაცა ცუდ ხასიათზე დგება სახში რჩება, ვიღაცას უხარია რომ რაღაც აწვიმარ ჩაიცმევს და ქოლგას დაიჭერს და ისე ირნებს, ხო? ანუ ერთი და იგივე მოვლენა ხდება. სხვადასხვა აღქმაა. ანუ ესე შეხედეთ რა, მე ესე ვუყურებ ზოგადად როგორც ასტროლოგი. ნიშანი ცოტა გაბრაზებული ელოდება ალბათ და თან შემდეგმა ნიშანმა იცის ძალიან კაპიტალური გაბრაზება. ვერძის მერე ვინც მოდის. ეს არის კურო. კურო იწმეს ძალიან ბევრს, მაგრამ ჯობია რომ ისი მოწმინება არ გამოცადოთ, იმიტომ რომ კურო, როდესაც რაღაც პროცესი იწყებს, ეს პროცესი არის შეუქცევადი. არ არსებობს წინააღმდეგობა, როცა კურო მიზანი დაისახა, მოაბრუნოს, გამორიცხეთ. რაც იწყება კუროს პერიოდში, ამიტომ გითხარით დღეს ახალი მთვარეა, რასაც დაიწყებთ, აი მინიმუმითაც რომ დაიწყოს, შითილი ჩათესოთ, თუ მოთმინებით, სიყვარულით და ყურადღებით მოეკიდებით, სადღაც 6 თვეში ძალიან მაგარ შედეგს იღებთ. ანუ კუროს პრინციპით მუშაობს ახლა ძალიან ბევრი რამე. თავად კუროს რაც შეეხება, მათ ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, აქაც უნდა დავყოთ, ხა მაგალითად აპრილის ბოლოდან მაისის სადღაც დაახლოებით 14 რიცხვამდე, მანამ მათ ოპოზიციურ ნიშანში იქნება სავსემთვარეობა, ემოციურად ცოტა ესეთი ფოთვარე პერიოდი აქვთ. იმიტომ რომ კუროს ძალიან უყვარს მიიღოს გადაწყვეტილებები მშვიდად წყნარად, ძალიან ნელა აკეთებენ ისინი არჩევანს, კურო ვერიტანს როცა აჩქარებენ, იმიტომ რომ შეცდომებს უშვებს მაგ დროს და შინაგანად დეზორიენტირებული ხდება. ამიტომ მათ უყვართ ნება-ნება ცხოვრება, ზოგადად ესეთი ხალხია. მაგრამ ეხანდელ პერიოდში რაღაც საკითხები არის ესეთი, რაც მათ უბიძგებს, ესე ვთქვათ, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა გაჯიუტდებიან. მე ვერ ვიტყოდი, რომ ცუდია, რომ აწონონ, დაწონონ და ესე მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ ასევე ვურჩევდი კუროებს, რომ არ შეეშინდეთ ცოტა, ესე ვთქვათ, რისკისაც რა, რაღაც გარკვეული რისკის არ შეეშინდეთ, იმიტომ რომ თუ კი საკითხი ეხება მაგალითად ფინანსურ საკითხებს, ფინანსურ თემატიკას, ხო? ამ ეტაპზე რაღაც ესე ვთქვათ, მოკლევადიანი საქმიანობები, რაღაც სტარტაპები ან რაღაც მოკლევადიანი თანამშრომლობები, პრინციპში ძალიან კარგია. ანუ ესეთ თანამშრომლობა, სადაც აი პერსპექტივა შეიძლება ის არ არის გრძელვადიანი, მაგრამ არის რაღაცა, რაც შეიძლება მოსინჯო, მე კიდე მოსინჯო, ან მოგინდება, აღარ მოგინდება, მე ვურჩევდი რომ მისცენ საკუთარ თავს, რა, ცოტა სპონტანურობის უფლება რომ მისცენ საკუთარ თავს ძალიან კარგია, იმიტომ რომ 15-17 რიცხვისთვის კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ახლა ამ რაღაცის გატესტვამ შეიძლება მოიტანოს მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება, ანუ საბოლოოდ შეიძლება მიხვდნენ რომ აი ძველი სამსახური აღარ უნდათ და მოსინჯეს რაღაც ახალი და უი თურმე კარგი ყოფილა და მოდი ვსინჯოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მათთან სრულდება შეიძლება ითქვას დაახლოებით 6 წლიანი ძალიან დიდი ეტაპი, ესე ვთქვათ, მაისში, განსაკუთრებით ბოლო, ესე ვთქვათ, ფინალიზაცია, იმიტომ
იმიტომ რომ მაისის 17-20 რიცხვის ჩათვლით ძალიან ბევრი ადამიანთან ვინც კუროს ნიშნით არის დაბადებული, რაღაცა ეტაპების დასრულება იქნება. და ეს შეიძლება იყოს ურთიერთობებიც, მაგრამ ძირითადად ეს შეეხება გუნდებს, ჯგუფებს, კოლექტივებს, მეგობრებს, ახალი ეტაპი დაიწყო შეიძლება სხვა ადამიანთან გადაინაცვლოთ, ასევე სამსახურეობრივი ცვლილებებს. თუმცა ახლა უნდა მოსინჯოთ უკვე რა გინდა დაკეთოთ სამომავლო. ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანს რაც შეეხებათ, მაისს უნდა დაყვათ 3 ეტაპად, თქვენთვის ეს 3 ეტაპია. მოკლედ მაისის პირველი ნაწილი დაახლოებით 9 რიცხვის ჩათვლით იყავით თამამი. პირდაპირ ელაპარაკეთ, მოითხოვეთ, მივედი ვნახე გავემარჯვე, ეგ არის ამ ეტაპზე თქვენი ესეთი პრინციპი. ასევე დააკვირდით ოღონდ იმას, რომ თქვენ ზურგს უკან გაბრაზებული ვინმე ხომ არ არის და ესე თქო, ძალას ხო არ იკრებს. შესაძლოა იყოს ვიღაც გაბრაზებული, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც რაღაც მიზეზით არ შეამჩნიეთ, ვერ შეამჩნიეთ, ტყუპები ხშირად ეგრე იქცევიან, მოკლედ რომ რაღაცებს ვერ ამჩნევენ, ბევრი რამე აინტერესებთ აქ ნანახლა. და შესაბამისად, თუ კი ადამიანს მოეკიდებით ყურადღებით, შეიძლება ეს პარტნიორია, ეს შეიძლება იყოს დედა, შეიძლება იყოს ვიღაც ქალთა პერსონალი, მოკლედ ვინც თქვენ ყურადღებობას ძალიან განიცდის რეალურად. და კარგი იქნებოდა თუ ყურადღებას გამოიჩენდით ამ ადამიანს მოიკითხავდით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თუ მაგალითად იგნორზე დაიგნორებთ ეს ადამიანებს, ხო? მას შეიძლება იყოს რაღაც სიტყვიერი დაპირისპირებები და ცოტა თავისებური კონფლიქტური სიტუაციები დაახლოებით 9-10 რიცხვიდან 12-13-ის ჩათვლით. ამიტომ ამ პერიოდში მე რაც გირჩევთ, თქვენი ენა არის თქვენი მთავარი იარაღი და თქვენი მთავარი მტერი. ვიცით ჩვენ ტყუპებს ენა როგორ უჭრით. გექნებათ სურვილი ატკინოთ თქვენი საყვარელ ადამიანებს და არ გააკეთოთ. მოიცინეთ და დაზოგეთ. აი 9-დან 13-ის ჩათვლით. მე გეტყვი არასდროს. ნუ თქვენი სიტყვები გაცლებით უფრო მტკივნეულად აღიქმება ამ პერიოდში და შეიძლება ძალიან დიდი გრძელვადიანი კონფლიქტის. მაისის 9-მდე თამამები ვარ, 9-დან 13-მდე ცოტა ენას კვილი დავაჭირეთ და 13 და რა. და უკვე დაახლოებით 10 მაისიდან და მერე ასევე ანუ 10 მაისამდე აქტიური პერიოდია. ნახეთ, მივედი, ნახე, გავემარჯვე, ვიმოქმედე, რაღაც კარ გამოდიოდა, კარს დავაკაკუნე, დამიკეტეს ფანჯარიდან, ფანჯარა ვიპოვე, გადავძვერი. მოკლედ, ანუ ყველაფერი შეგიძლიათ ეს სწრაფად იმოქმედოთ, მოვიდა იდეა დავიწყე განხორციელება, ეს აუცილებელია, მაგრამ აი 10 მაისის შემდეგ უკვე ცოტა უნდა ესე ვთქვათ, დაგეგმვაზე უნდა გადავიდეთ, მაგალითად, რაღაც კონკრეტული მოქმედებების დაგეგმა სასურველია, ასევე ძალიან კარგია კოლაბორაცია ფინანსურ საკითხებთან და ზოგადად ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაღაც შეთანხმებები, გაცილებით უფრო კარგ შედეგს მოგცემთ. მაისის ბოლოდან, ანუ მაისის ბოლომდე სასურველი არის ცოტა შევანელოთ მოძრაობა. უფრო თუ საშუალება გაქვთ რომ დაისვენოთ, ფანტასტიკურია, მინდა გითხრათ, აი საუკეთესო პერიოდია, იმიტომ რომ ეს ჭირდებათ, კიდეც მიხვდებით ალბათ. მაისის ბოლოდან უკვე იწყება ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი კომუნიკაციების, მოკლევადიანი გადაადგილებების, ახალი ადამიანების გაცნობის, ბევრი ლაპარაკი, ბევრი ესე ვთქვათ, მისვლა-მოსვლა, ტყუპებს უყვართ ზოგადად ეს ყველაფერი, უფრო მარტივდება კომუნიკაცია, მარტივდება სწავლის პროცესი, მარტივდება გადაადგილების პროცესი, ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანთან იკონტაქტებთ, იქნება აუცილებლობა ამის და შესაბამისად უკვე ივნისში კიდევ უფრო კარგი ამბები გელოდება წინ, ბევრად უფრო გლობალური. ამიტომ აი ეს 3 ეტაპს გამოვყოფ, ისე ძვირფას ტყუპებს. მე ხოთი ტყუპებზე დაუსრულებად შემიძლია გისმინო, მაგრამ ძალიან ცოტა და საერთო დრო და თვითონ გონაცკობს დაუთმო წაკო 40 წამი. კი ბატონო, კიჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. კიჩხებები გადიან ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, განსაკუთრებით მაისში, საკუთარ თავთან დალაგდნენ ფასეულობათა სისტემის კუთხით, იმიტომ რომ თვითონ დეზორიენტირებული არიან და ბოლომდე ვერ გაუგიათ, ვის უნდა ენდონ, რატომ უნდა ენდონ, საით მიდიან ზოგადად. ბევრი იმედგაცრუებაც ჰქონდათ, ვიტყვი კიჩხებებს, ალბათ ბოლო პერიოდის მანძილზე. ცოტა არეული იყვნენ, ეხლა იწყება რაღაცების უკვე, ასე ვთქვათ, გარკვეული ცვლილებები მოდის, მოკლედ, თქვენ შემთხვევაში ახლა რაც იწყება მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით დაახლოებით 13 რიცხვამდე, ეს არის ახალი გუნდები, ჯგუფები, კოლექტივები, ახალი ალიანსები. ეს შეიძლება იყოს რაღაც პროექტები, რომელიც ძალიან ნელა დაიწყება, შეიძლება დაიწყოს რაღაც მცირე რესურსით, ან რაღაც გარკვეული ენთუზიაზმით და რაღაც ძალიან ისეთი ჩანასახის დონეზე იქნება, თუმცა ამას აქვს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა, მინდა გითხრათ, თუ მოთმინებით, მოიკიდებით და საკუთარი თავის წვენა არ გაგიცრუდებათ ეგრევე რომ შედეგს ვერ დაინახავთ, ძალიან კარგია 6 თვიანი პერიოდი მისცეთ თქვენს თავს ამისთვის, 6 თვეში თქვენ დაინახავთ
ნახავთ აი იმ შედეგს, რასაც ახლა სიყვარულით და მოთმინებით მოეკიდეთ. აი დღევანდელიდანაც პრინციპში რომ დაიწყოთ, იგივე ეხება ურთიერთობებს. და მაისის 13 რიცხვში, როდესაც ჩვენ გვექნება სასუფთავროება მორიელის ნიშანში, თქვენ მიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც შეეხება თქვენს პირად ცხოვრებას, შვილებს, განსაკუთრებით უფროს შვილს, ურთიერთობებს ზოგადად, ვიღაცას შეიძლება ცოტა მტკინეული გადაწყვეტილებებიც იყოს, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ თქვენი საზღვრები დამონიშნოთ იმისეთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად დაგაფასოთ. და ასევე პირად ცხოვრებას. შეიძლება პირად ცხოვრებაში მოხდეს მტკინეული სეპარაცია, თუმცა ძალიან მალე ახალი დაიწყება რაღაც ასევე თქვენთან. ძვირფასი ლომები. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს მაისი, განსაკუთრებით ეს ეხება სტატუსს, ყველანაირ სტატუსს და კარიერას. მით უმეტეს ეს ეხება კარიერას, ასევე ეხება ყველანაირი ტიპის ფინანსურ კოლაბორაციებს, რომელიც უკავშირდება მიღებულ ნათესავებს, მაგალითად მეუღლის სანათესაოს, რაღაც ძალიან დიდი პერიოდი უნდა დაიხუროს თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ეს ცოტა რთულიც იყოს, ზოგან კონფლიქტის კოეფიციენტი შეიძლება წამოიღოს მაღალი, ასე ვთქვათ, კოეფიციენტი იყოს, შეიძლება განსაკუთრებით ვინც ივლისში ხართ დაბადებული წინ დახედული იყავით პერიოდი 17-დან დაახლოებით 20-22 რიცხვის ჩათვლით. 17 მაისიდან 20-22 რიცხვის ჩათვლით, იმიტომ რომ იქნება რაღაც კონფლიქტური სიტუაციები, სადაც სიმშვიდე მოგეთხოვებათ, ოღონდ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. ასევე შეიძლება ვიღაცამ შეიცვალოს სტატუსი. მაგალითად, ვიღაც შეიძლება მოულოდნელად დაოჯახდეს საერთოდ არაფერები და შეიძლება და აი უცებ რაღაც სტატუსი გეცვლათ. ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება. მაისის პირველ ნახევარში თქვენ გექნებათ საშუალება რაღაც კრეატიული პროექტები, ასევე რაღაც პირად ურთიერთობთან დაკავშირებული საკითხები, აი ესე მოსინჯოთ ნიადაგი, ნელ-ნელა და აი რაღაცა წისვლის შანსი გაჩნდება. რეალურად გაჩნდება შანსი. ნუ პრინციპში ქალწულის ნიშნით დაბადებულებს უყვართ კიდეც დაგეგმილათ რაღაცების კეთება, თუმცა ასევე ვიტყოდი იმას, რომ 10 მაისის ჩათვლით თქვენ მინიმუმ მენტალური ტრანსფორმაცია გაქვთ, იცოდეთ და ბევრი რამე რაც აქამდე არ გესმოდათ, შეიძლება უცებ თქვენთვის ნათელი გახდეს და ამიტომ აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან თამამად იმოქმედოთ და გიჩევდით კიდეც, რომ არ შეგეშინდეთ, აი მოვიდა იდეა, ვიმოქმედე. ანუ 10 რიცხვის ჩათვლით ძალიან კარგია, თუ კი მაგალითად არ შეგეშინდებათ, ცოტა უფრო თამამი იყოთ, რაც ეხება ჯანმრთელობას, რაც ეხება ურთიერთობებს, რაც ეხება რაღაც ახალ წამოწყებებს. აი 10 რიცხვის შემდეგ, აქაც თქვენ შემთხვევაშიც რამოდენიმე დღის მანძილზე შეიცადეთ, რომ ფრთხილად იყოთ ბიუროკრატიასთან, მაღალ ზემდგომ ინსტანციებთან, რაღაც საბუთებთან, საგადასახადო სისტემებთან, რაღაც სირთულეები შეიძლება იყოს, მით უმეტეს თუ წარსულში იყო რაღაც და არ მიაქციეთ ყურადღება, იყოს შეიძლება. და უკვე 12-13 რიცხვის შემდეგ გაცილებით უკეთესი პერიოდია და ცოტა თვითონაც ქალწულის ნიშნით დაბადებულები გაცილებით უფრო ნაკლებ მომთხოვნები იქნებიან მათ შორის ურთიერთობების კუთხითაც. სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც შეეხებათ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით აი რადიუსი 3-დან 6-ის ჩათვლით. აქ შეიძლება იყოს რომანტიული ნაცნობობა, აქ შეიძლება იყოს რაღაც ახალი ეტაპი, დიდი და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროექტის დასაწყისი იყოს შეიძლება, რომელიც აი პირველში იქნება აღმაფრენა თქვენთვის. თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ეს არის პირდაპირი გაგებით გამოფხიზლება და ვარდისფერი სათვალების ჩამოხსნა და საკუთარ თავთან თვალის გასწორება ფინანსური კუთხით, პირადი ურთიერთობის კუთხით. ცოტა მკინეული გამოგვიძებაც არის ვიღაცისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი თავის ნამდვილ ფასს დაინახავთ და ყოველგვარი ვარდისფერი სათვალების და თავის მოტყუების გარეშე, ისე რომ სხვამაც არ მოგატყუოთ, საერთოდ სხვა ეტაპზე გადახვალთ თქვენი ცხოვრების, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მაისის პირველ ნახევარში გაქვთ შინაგანი კონფლიქტი. გავბედო, არ გავბედო, ვიმოქმედო, არ ვიმოქმედო. მორიელები რაღაცა თავის თავთან რო იჩხუბობენ და ბრძოლა აქვთ. მორიელი სულ თავის თავს ებრძვის ზოგადად ეგეთი ტიპია, რომ თუ გარეთ ვერ გაიმარჯვა, თავის კუც კვენს მე ეგეთი ხალხია ზოგადად და ამიტომ მაისის პირველი ნაწილი არის ესეთი პერიოდი, როცა მე გირჩევდით, რომ მოუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ფიზიკურ ჯანმრთელობას, მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც შინაგანი კონფლიქტები, რომელიც გარეთ გადმოდის. მაისის მეორე ნახევრიდან უკვე არის შანსი რაღაც მოლაპარაკებებისთვის, გარკვეული კომპრომისის ხარჯზე, აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისის ხარჯზე იყოს ეს ყველაფერი და ასევე მაისის დასაწყისიდან თქვენ გექნებათ პერიოდი, როდესაც კიდევ ერთხელ გაძლევენ შანსს მიბრუნდეთ წარსულში, აი სადაც გაქვთ რაღაც შინაგანი კონფლიქტები, რომ რაღაც ვერ შეძელით, ისე ვერ შეძელით, არ ელაპარაკეთ, არ დაასრულეთ, ვერ დაასრულეთ.
შესაძლებლობა გეძლევათ დაახლოებით შემოდგომამდე პერიოდი გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამოასწოროთ შეცდომები. ან მისაცხებს საშუალება, რომ გამოასწორონ ის შეცდომები, რაც თქვენთან დაუშვეს და ძალიან კარგია თუ კი ამას გამოიყენებთ, ამ პერიოდს გამოიყენებთ. რაც შეეხებათ ძირფას შვილდოსნებს. შვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მაისის პირველი ნახევარი ძალიან კარგი აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხება პირად ურთიერთობებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, ახალ პროექტებს, ახალ შეთანხმებებს, სითამამეს, ზოგადად კომუნიკაციაში. თუმცა თვის მეორე ნაწილში რაღაცა იდეოლოგიური გახლეჩა ჩაიქნება. თითქოს და გინდათ რაღაც ნაბიჯი გადადგათ, არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს თქვენია, არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ეს პერსპექტივაში გინდათ საერთოდ იქნება, არ მინდა, იქნება მომბეზდეს. ურთიერთობებს ეხება სხვათა შორის ბევრთან, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა შესაძლებლობა, რომ აქამდე გინდოდათ ეს ურთიერთობა, ახლა ყველაფერი დაალაგდა თითქოს და რაღაცნაირად ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, გინდათ, არ გინდათ. ანუ ცოტა თვითშეფასების და საკუთარი თავის ფასის წრევა გელოდებათ შუა თვეში, ოღონდ. ეს ყველაფერი გაივლის, ისე როგორც ყველაფერი ცხოვრებაში გავლადია, ესე ვთქვათ და ყველა ეტაპი ადამიანს უნდა გაიაროს და მე რასაც გირჩევთ, რომ ნუ შეეცდებით ყველაფერში დაინახოთ იდეალური. და მოითხოვოთ იდეალური და ეს თამასა დაწიეთ ცოტა ქვემოთ და აი რაღაც პატარა ნაბიჯები თუ დაიწყებთ, მიხვდებით რომ იდეალური ზუსტად აი ესე შეიძლება შეიქმნას. თხის რქებს რაც შეეხებათ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაისის მეორე ნახევარი, იმიტომ რომ მათთან მართლა ძალიან დიდი ეტაპი იწყება უკვე ცხოვრების, სადაც მოხდება უკვე გამორკვევა კარიერული კუთხით და ურთიერთობის კუთხით. თხის რქები გახდებიან ბევრად უფრო მიზანმიმართულები, ბევრად უფრო აქტიურები, თუმცა ასევე ძალიან ბევრი თხის რქის ცხოვრებაში მოიმატებს პრეტენზიებს და აგრესიას. ეს ეხება განსაკუთრებით მაისის ბოლოს უკვე, როდესაც თხის რქები უკომპრომისოები ხდებიან, ისინი ხმალს იღებენ ფაქტობრივად ხელს შეიძლება ითქვას, ხდებიან ძალიან მამაცები, აღარ იცნობენ რაღაც უსამართლობას, ну რაც მათ თვითონ აქვთ ესე ჩათვლილი ეს უსამართლობა იყო აქამდე, იმიტომ რომ აქამდე თითქოს მიყვებოდნენ დინებას და ახლა უკვე აღარ უნდათ ესე და გამოფხიზლებას იწყებენ. ну მე გირჩევთ ყველაფერი ეს თქვენი ეს ამხელა ენერგია, რომელიც აი ძალიან გინდათ რომ რაღაცა გადადგათ, მოკლედ ენერგიაზე მოდიხართ, გამოიყენოთ რაიმე ახალ წამოწყებებში. თუნდაც ეს იყოს აი ნულიდან, მართლა ნული რესურსი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგივათ და არ გამოიყენოთ მაგალითად ჯგუფში და კონფლიქტებში, იმიტომ რომ ესეთი ვარიანტიც არსებობს. შეიძლება იყოს კონფლიქტები. კი, არის შანსი რომ აი რაღაცას აღარ ითმენდეთ და ოღონდ რა გინდა შეცვალოთ, თვითონ შეიძლება ალბათ კარგად არ იცით, უბრალოდ გინდათ რომ შეცვალოთ. ამიტომ კონსტრუქციულად თუ გამოხატავთ ამ ყველაფერს რაღაცა კარგს ააშენებთ დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრამდე. ძვირფას მერწყულებს რაც შეეხება, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 6 წლიანი დიდი პერიოდის დასასრულის, თქვენთან რაღაცა საბოლოო ფინალიზაცია მოხდება, რომელიც უკავშირდება გუნდებს, ჯგუფებს, კოლექტივებს, დიდ პროექტებს, ასევე ძალიან დიდ ვალდებულებებს, რომლის ქვეშაც თქვენ შეიძლება იწყვეტებოდით და უბრალოდ არ გქონდათ საშუალება, რომ აქედან თავი დაგიხციათ. სხვადასხვა ტიპის სტატუსი იყო, შეიძლება უბრალოდ მიბმული იყავით შეიძლება ფინანსურად ამ თემაზე, რაღაც დამოკიდებული იყავით. ეს ყველაფერი შეიძლება და დასრულდება დაახლოებით 17-22 მაისის ჩათვლით უკვე. მით უმეტეს თქვენ თუ იქონიებთ სითამამეს, რომ რაღაც შეცვალოთ. ამ ყველაფრის შედეგს გაცილებით უფრო გრანდიოზულად თქვენ უკვე მომდევნო წლის გაზაფხულზე დაინახავთ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში დაწყებული სამუშაო სფეროთი დამთავრებული ურთიერთობებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება, თუმცა აქ აუცილებლად იქნება რაღაც სპონტანური მოვლენები. შეიძლება თქვენ კი არ გადაწყვიტოთ, გარემოში მოხდეს შეიძლება რაღაც ესეთი სიტუაციები, ზოგთან ემიგრაცია იყოს შეიძლება სხვათა შორის, ანუ საცხოვრებლის მკვეთრი ცვლილება. ოღონდ ძირითადად ეს ყველაფერი არის მიბმული რაღაც გარემოებებზე და არა უშუალოდ მირწყულის გადაწყვეტილებას. ეს გარემოება შეიძლება იყოს პარტნიორი, შეიძლება იყოს შვილი, ეს შეიძლება იყოს რაღაც სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი, მაგრამ თქვენ გიწევთ მოკეთ რომ რაღაც შეცვალოთ. და ბოლო ნიშანი თევზები. ძალიან კარგი მაისი ელოდებათ თევზებს, მინდა გითხრათ. თვის პირველ ნაწილში მათი ესე ვთქვათ მართველი პლანეტა აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან შეერთებას ვენერასთან, ანუ ეს არის მაისის დასაწყისში, თუმცა დღევანდელი ახალმთვარეობას პირდაპირ უკავშირდებათ თევზებს, იმიტომ რომ ახალმთვარეობას მართავს ვენერა, კუროს ვენერა მართავს და თევზებში ახლა ვენერა და კარმულკვანძე, ანუ ეს არის პრინციპი, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნში დაბადებული ადამიანები ყველაფრის გაცნობიერებას უკვე სწავლობენ არა თავით, არამედ სხეულით. აი თითქოს და კანით გზნობენ, მიხვდით? განსაკუთრებით ეს არის ურთიერთობებისთვის ფანტასტიკური პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი, ვინც თევზების ნიშნში არის დაბადებული, გონებით კი არ დაიწყებს საკუთარი პარტნიორის გაგებას, აღიქვამს ემოციურად, რა როგორც უნდა აღიქვას ქალმა ზოგადად, ანუ
ინტუიციურად იგრძნოს უნდა და რაღაცა საოცარი ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს მაისის თვეში და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარს თევზებს ექნებათ საოცრად გამძაფრებული ინტუიცია, ამიტომ რაღაც კაპიტალ დაბანდებებისთვის 10 რიცხვიდან მოყოლებული და რაღაც შენაძენისთვის მაგალითად რაღაცის წამოსაწყებად თუ კი თქვენ სურვილებს მიყვებით, ძალიან კარგი პერიოდია, ესე რომ მაისი არის გამოღვიძების, მოკლედ. ივნისი კიდე უფრო მნიშვნელოვანი გამოღვიძების არის. ყველაფერი ვიღვიძებთ არის, მე რასაც დავაკვირდი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი მოდის, მაისი, ივნისი, ამ წლის ალბათ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი შემოტრიალების წერტილია, განსაკუთრებით უკვე ივნისი, მისი მეორე ნახევარი, როდესაც ადამიანებში ბევრად უფრო მეტად მოიმატებს ოპტიმიზმი და მოიმატებს აი რაღაც ურთიერთობებში გულწრფელობა და ვინც ბოლო თვეების მანძილზე პასიურად იყო იმედი დაკარგა სიტყვაზე ან რაღაც შიშებმა შემოუტია სამწუხაროდ იყო ესეთი პერიოდები ჯერაც არის რომ ცოტა ადამიანებს შეგვეპარა ეჭვი საკუთარ თავს გადავაგდოთ შიშები და ეს ყველაფერი არის არასწორი პროექცია რეალობის და გამოვდივართ მაგ მდგომარეობიდან უყალოდ შეხედეთ ოპტიმიზმით და იცხოვრეთ პროცესში მომენტით უნდა ვიცხოვროთ ეს ძალიან ერთხელ არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება 3 საათით რომ იყოს გეგის და ორგანიზაციის კალარ ყოს რაღაც შეიძლება არ ვიცი რა ჰოროსკოპისაა მაგრამ უნდა ჩვენს ტელემაყურებელს აუცილებლად ვაჩვენოთ ჩვენი საინფორმაციო გამოშვება პირველად საფე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და კიდევ გელოდებით ბევრჯერ რა თქმა უნდა ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვება ვნახოთ და დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდით. იცი რა, ეხლა შენ უნდა დაგითმო მე ბურთი და მოედა. არ არის. იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელიც შენ რაღაცნაირი ეს განთებული თვალებით იწყებ ხოლმე ლაპარაკს და მე ჩაუჯდები და მე ყველაფერი გინდა რომ შენ თავზე გამოცადო და ყველა გეკიდან მიხვიდე, ყველა ანალიზი გაიკეთო, ყველა პროცედურა და მეც არაფერს არ აკეთებ საბოლოო ჯამში. აბსოლუტურად მართალია ეხლა ნიკარასაცობებს თუ ვინმეს გონია რომ იხუმრო მართლა ასეა ძალიან მიყვარს როგორც შენ და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც მაია ხერხევლიცის ექიმის რჩევები და მისი სტუმრებიც რა თქმა უნდა და დღეს ყავს ძალიან საინტერესო ექიმი ენდოკრინოლოგი. არა საინტერესო როდის ხოლია. არასოდეს, მაგრამ დღეს ყავს ენდოკრინოლოგი, რაც დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ენდოკრინოლოგის რჩევები მივიღოთ ფარისებრი ჯირკვლის და ასე შემდეგ. კი ბატონო. თავარი ამბავი არის ადამიანის ჯანმრთელობის. კი და მე მგონი არ ვიცით რომ აღარ დავაკარგოთ და ვნახოთ. არ დავახანოთ. არ დავახანოთ. გავიდახანი და მოდი ვნახოთ მაია ხერხევლიცის რუბრიკა და ჩვენ აქვე დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს შემდეგ შაბათამდე. ნახვამდის. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენი თემა იქნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. დაავადებები, რომელიც ფართო გავრცელებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს, თუმცა მანამდე წარმოვადგინოთ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორი. ეს არის შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიო ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მაშასე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე, კერძოდ კი ქვემწვავე თირეოიდიტზე და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი გადაცემის სტუმარია ანა ზარანდია, ექიმი ენდოკრინოლოგი. მოგესალმებით ანა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და ალბათ პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს უნდა გავაცნოთ რა არის ქვემწვავე თირეოიდიტი და რამდენად ხშირია ეს პრობლემა. მადლობა თქვენ პირიქით ამ შესაძლებლობისთვის. ქვემწვავე თირეოიდიტი არის ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც ვითარდება ვირუსული ინფექციის ფონზე. ქვემწვავე თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების 5%-ში ადგენს დაახლოებით, დამეთანხმებით, რომ მისი გავრცელება არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. საყურადღებოა, იმიტომ რომ მისი სიმპტომები დამახასიათებელია ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციისთვის. ეს
ანუ შესაძლებელია, რომ ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ვირუსული ინფექციის მერე იწყება ხშირად, ხო? ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა ისე, ვთქვათ, ისე განვითარდეს მასთან ქვემწვავე თიროიდიტი, რომ საერთოდ ვერ მიხვდეს და მაინც იქნებ გითხრათ, ვთქვათ, რა სიმპტომებია და როდის შეიძლება რომ ამას ყურადღება მივაქციოთ. ეს სიმპტომები არის ტკივილი, კისრის არეში, ყლაპის გაძნელება, ეს ტკივილი შეიძლება გადაცემითი იყოს ქვედაღბაში, ყურის მიდამოში, კუნთების ტკივილი, მიალგია, როგორც ვიცით, ტემპერატურა, როგორც სუბფიბრილიტეტი, ასევე ცხელება. შესაძლებელია, რომ მაღალი ციფრებიც იყოს ცხელების. ცხელება შესაძლებელია, რომ 40-მდე წავიდეს ტემპერატურა, კი ბატონო. ასეთ დროს სამწუხაროდ მომართვიანობა ენდოკრინოლოგზე არავინ არც იფიქრებს. ოჯახის ექიმი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არც ოჯახის ექიმთან მიდიან, თვითმკურნალობა, არასტეროიდების გამოყენება ტკივილის კუპირებისთვის, სიცხის დაწევისთვის და ეს ძალიან ართულებს, ანუ მომართვიანობა ენდოკრინოლოგთან ძალიან გვიანია. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ გამოვივლით შემოდგომა ზამთარს, რომელიც ასე ვირუსული სეზონი არის, ხო? მოგეხსენებათ ერთსაც კითხავთ, ვაპატიეთ, ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან გავს ეს სიმპტომები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ვირუსულ ინფექციას. უბრალოდ ვირუსულ ინფექციას მაინც თავისი, თქვათ, ხანგრძლივობა აქვს, ხო? და თქვათ, ჩვენ ვიძახით ხოლმე ხშირად, რომ 5-7 დღე, ამ 5-7 დღის მერე პრობლემა უნდა მოგვარდეს და გუპირება მოხდეს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ დაგვეწყო ყველაფერი აი ეს თიროიდიტის შემთხვევა, ამ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი არის პრობლემა, ეს გაგრძელებადია, არ ექვემდებარება ჩვენს მკურნალობას თუ როგორ ხდება? დიახ, პაციენტები როცა მიმართავენ ექიმს, მიმართავენ იმიტომ, რომ ასე ამბობენ, რომ აი ვირუსი მქონდა მსუბუქი, დამიტოვა ტემპერატურა დაბალი სუბფიბრილიტეტს, რასაც ვეძახით, დამიტოვა ტკივილი, ყლაპის გაძნელება და ან თვითონ იყენებდა, მკურნალობდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ეფექტური. აი ესეთ დროს, როგორც წესი ლაბორატორიული კვლევა ოჯახის ექიმი მიმართავს, აქ სისხლის საერთოში ჩვენ გვექნება ანუ CRP და ერითროციტების დალექვის სიჩქარე ეცი იქნება მომატებული ლეიკოციტების გარეშე. და როდესაც არის ასეთი კლინიკა კისრის არეში, ტკივილი, შეიძლება მგრძნობიარე იყოს შეხებისას კისრის მიდამო. ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ შესაძლებელია, როცა პაციენტმა იმკურნალა, ზოგიერთ შემთხვევაში ანტიბიოტიკების თვით მიღება ხდება და არ ხდება კუპირება არც ტემპერატურის, ასეთ შემთხვევაში უკვე ეჭვი მისატანია და აქ შესაძლებელია იყოს არა რესპირატორული ინფექცია, არამედ რაღაც სხვა. დიდი მადლობა. როგორ უნდა მოვახდინოთ დიაგნოსტიკა და როგორი არის თვითონ დაავადების მიმდინარეობა? დიახ. თვითონ დაავადება, ანუ რა ვთქვათ, ქვემწვავე თიროიდიტი, ეს არის ანთების შედეგად ხდება მისი სტრუქტურის ცვლილება, რღვევა. და აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია სტადიურობა. რღვევის პროცესში, როცა გამოთავისუფლდება ფოლიკულებიდან ბევრი ჰორმონები, ეს გამოიწვევს ჰორმონების სიჭარბეს და მოსახლეობისთვის უფრო ცნობილი ჰიპერთირეოზენ ფუნქციის გაძლიერებას. ეს შესაძლებელია 10 კვირამდეც კი გაგრძელდეს 3-დან 10 კვირამდე. ამას თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის გამოფიტვა, ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოფუნქცია, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და ბოლოს უნდა დასრულდეს გამოჯანმრთელებით და ფუნქციის აღდგენით. ერთსაც კითხავთ, ახლა ჩვენ დიაგნოსტიკაზე უბრალოდ ჩაგეკითხებით და ამაზე თქვენ ისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც საერთოდ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე ეპარებათ, თქვათ, ეჭვი, რაღაც გარკვეულ, მაგალითად, ერთ ჰორმონს აიღებენ მარტო, დანარჩენი ყველაფერი არის, თქვათ, დატოვებული და თქვათ, ჩათვლია, რომ აი ეს ერთი ჰორმონი მაქვს წესრიგში და ეს ნიშნავს, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს და ხშირ შემთხვევაში არც ეხოსკოპიას არ იკეთებენ, მე ერთი ეს ჰორმონი გავიკეთე და ეს ჰორმონი წესრიგშია. მოდი ამაზე ვისაუბროთ და დიაგნოსტიკაზე. დიახ, არასწორი იქნება ეს მიდგომა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება მხოლოდ სტრუქტურულად ან მხოლოდ ფუნქციურად. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება ეხოზე დათვალიერებით წყნარი სურათი იყოს და ფუნქციურად ანუ ჰორმონები მქონდეს დარღვეული, შესაძლებელია იყოს პირიქით ფუნქციურად გამართული, მაგრამ სტრუქტურულად ძალიან შეცვლილი. გამართული ნიშნავს, რომ ჰორმონები ნორმაში. აი ეს TSH, რომელიც მარდება მარტო მხოლოდ იზოლირებულად შესაძლებელია იყოს ნორმაში. არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა არის ორივე ერთად, როგორც ფუნქციური, ასევე სტრუქტურული. შესაბამისად, პაციენტს თუ ეჭვი გვეპარება, რომ ფარისებრი ჯირკვალი ჩართულია,
რაღაც პროცესებში სრული კვლევა უნდა გაკეთდეს ფარისებრი ჯირკვლის. ამ მდგომარეობა შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ სრულ კვლევაში რას გულისხმობთ, ანუ რა ჰორმონები უნდა შევაფასოთ, თქვა, ასე თუ ისე ცნობილი არის ძალიან ბევრი მაყურებლისთვის და ხშირად ხოლმე საერთოდ ექიმის დანიშნულების გარეშე თვითონ იკეთებენ, რომ აი ფარისებრის ფუნქცია მაინც უნდა გადავამოწყო. კი ბატონო, ქვემწოვე თიროიდიც თუ დაუბრუნდებით დიაგნოსტიკის მხრივ თან და ვახსენებთ, აქ უნდა მოხდეს როგორც TSH-4-ის განსაზღვრა, რიგ შემთხვევაში ანტისხეულებიც შეიძლება დაგჭირდეს. ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებლად და სცინტიგრაფიაც შეიძლება გახდეს საჭირო ტიპ დიაგნოსტიკის გატარებისთვის. ამიტომ ნამდვილად ენდოკრინოლოგის სამართალით მიმართვიანობა უნდა მოხდეს დროული, რომ ეს დესტრუქცია და ანთება მაქსიმალურად დროულად კუპირება მოვახდინოთ და ნაკლები უჯრედი დაზიანდეს ანთების ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებლისთვის თვითონ რამდენად სწრაფად მივა, რა თქმა უნდა, ექიმთან და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რომ მათ ახსოვდეთ, რომ სწორედ აი ამ რესპირაციული სიმპტომების მსგავსად თუ ეს დიდხანს გვიგრძელდება, აუცილებლად ოჯახის ექიმთან უნდა მივიდე და ასევე ეს თქვენი საუბარი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისთვის, იმიტომ რომ არ თქვათ ყოველთვის ახსოვდეთ, რომ რესპირაციული ვირუსული ინფექციის გარდა შესაძლებელია ეს იყოს ქვემწოვე თიროიდიტი, რომელიც დაახლოებით იგივე სურათით მიმდინარეობს. აქვე დავამატებდი, რომ არა მხოლოდ ოჯახის ექიმები, არამედ სტომატოლოგებთან არის მიმართვიანობა, რადგან ტკივილი ქვეტყვის არეში შეიძლება ყელყურცხვირთან, იმიტომ რომ ოტიც გავს ეს ტკივილი, ამიტომ ყველა რგოლი რომ მაქსიმალურად რა თქმა უნდა. რამდენად ასაკთან მიმართებაში, აი თქვათ, რამდენად ხშირი არის რომ ეს პრობლემა იყოს, თქვათ, ნებისმიერი ასაკის პრობლემაა თუ არა და თქვათ პედიატრიულ პაციენტებში რამდენად ხშირად შეიძლება განვითარდეს. ეს პრობლემა, აი ასე რომ დავიწყოთ, როგორც სხვა ფარისებრის დაავადების სამწუხაროდ ქალები უფრო ზარალდებიან ამ შემთხვევაშიც. უფრო 30-40 წლის ზემოთ ბავშვებში ძალიან იშვიათია, თუმცა სხვადასხვა ვირუსები, ყურა, კოქსაკის ადენოვირუსები შეუძლიათ პროვოცირება მისცენ ამ დაავადებას, თუმცა იშვიათია. როგორი არის დაავადების მკურნალობა? აი დიაგნოსტიკა გავაკეთეთ, ხა თქვენ ბრძანეთ, რომ სინტიგრაფია შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ თქვათ ალბათ დიფერენცირება. რა დაავადებებისგან გჭირდება, რომ მოვახდინოთ დიფერენცირება და მე როგორ მიმდინარეობს ამ დაავადების მკურნალობა? დიფერენცირება უნდა მოვახდინოთ აუტოიმუნური პროცესების, ანუ ხომ არ იყო ჰაშიმოტო, ეს კვანძები, ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს უკვე ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შესაძლებელია იყო კვანძოვანი დაავადება და როდესაც მოდის ამ კლინიკიდან ჩვენ ულტრაბგერაზე ვნახულობთ სურათს მაგალითად დესტრუქციით მიმდინარე ხო ეს ასეთ შემთხვევაში დაგჭირდეს სინტიგრაფიის გატარება. მკურნალობა. რამდენად რთული არის მკურნალობა, როგორ მიმდინარეობს და ისიც გითხარით, რომ თუ თქვათ, ჩვენ მკურნალობა ვერ დავიწყეთ დროულად, ან საერთოდ არ დავიწყეთ, ასეთ შემთხვევაში ისევე როგორც როცა მკურნალობას ვატარებთ სრულყოფილს, როგორი არის ამ დაავადების გამოსავალი? დაავადება თვითონ თვითგანკურნებადი არის და უნდა მოხდეს, ანუ უნდა დადგეს ეუთიროიდული, ანუ ნორმალური ფუნქციის აღდგენა. თუმცა რიგ შემთხვევებში, შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში შესაძლებელია დატოვოს, ანუ იმდენად დიდი იყოს დაზიანება ანთების ფონზე, დატოვოს დადგმული ან დაქვეითებული ფუნქცია, ანუ ჰიპოთირეოზი, პერმანენტული ხასიათი მიიღოს ამან. დავიწყებ თავიდან, როგორ უნდა მოხდეს ხო ამის მართვა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაში მოგმართა პაციენტმა. თუ პირველივე სტადიაში, როცა ეს არის ჰიპერთირეოზის მდგომარეობა და ამ დროს მოგმართა პაციენტმა, ასეთ დროს კვლევების ფონზე ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თუ მსუბუქი მდგომარეობა, არასტეროიდების, ოღონდ სამკურნალო დოზებით გამოყენება და ხანგრძლივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სტეროიდების გამოყენება. გარდა ამისა, ჰიპერთირეოზის ან გაძლიერებას ხანგრძლივობას დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე, როგორი მდგომარეობა იქნება. რეციდივებსაც აქვს ხოლმე ადგილი, ამიტომ აი ამასაც ესეც განაპირობებს ამას. და სიმპტომური, როდესაც არის ტოქსიკოზის ჩივილები, აი ტაქიკარდია მაგალითად ხო, შესაძლებელია ბლოკატორების ჩართვა, კუჭის დამცავების, როცა სტეროიდებს ვიყენებ. თუ მოგმართა ჰიპოფუნქციის შემთხვევაში და მას აქვს კლინიკური გამოვლინება, რომელიც დამახასიათებელია ჰიპოთირეოზისთვის, ხო, დეპრესიულობა, თმისცვენა, აი შეიძლება იყოს ცოტა წონის ან შეშუპებისკენ მიდრეკილება, ხო? შრომის უნარის დაქვეითება. და შრომის გაზარმაცება სიტყვა, რომ ჩვეულ საქმეს ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც ადრე.
თუ ეს კლინიკურადაც ლაბორატორიულად დაგვიდასტურდა, ხო, TSH-ი 4-ის და კვლევების ფონზე, აქ შესაძლებელია დაგვჭირდეს ხანმოკლე პერიოდი ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია. თუმცა როგორც კი მდგომარეობა ნორმალიზდება, პრეპარატი მოიხსნება. და ნუ იმ შემთხვევაში აუცილებლად ხშირ შემთხვევაში დგება ეუთიროიდული, ანუ გამოჯამთალებას, რასაც ვეძახით და ფუნქციის აღდგენას. როდესაც თქვა არ ჩავერიე და არ უმკვდარ. პრობლემა მაქვს რაღაცა დრო, მაგრამ მე შეიძლება თვითონაც მოგვარდეს. დიახ, უბრალოდ კლინიკური ჩივილები, რომლებიც ჰიპერს და ჰიპოს ახასიათებს, ეს იმდენად შეაწუხებს პაციენტს მომართვიანობა, აი ამ ეტაპზე შესაძლებელია უფრო გაიზარდოს. თან თუ დესტრუქცია ძალიან დიდი იყო, აი აქ უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ მეორე სტადიაც დადგეს და დადგვითოვოს ფუნქციის დარღვევა ფარისებრის ჯირკვალში, რაც გამოიხატება ჰიპოთირეოზით. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს, მათ შორის ბევრი ჩვენი კოლეგაც გაითვალისწინებს, რომ ქვემწვავე თირეოიდიტი შეიძლება მიმდინარეობდეს აბსოლუტურად ვირუსული და შეინიღბოს ვირუსული ინფექციის კლინიკით და თუ ასეთი პაციენტი მოგმართავს, გახანგრძლივებული პრობლემები აქვს, გვახსოვდეს, რომ არსებობს ეს დაავადება, რომელსაც დროული დიაგნოსტიკა ჭირდება, დროული რეფერალი ჭირდება ენდოკრინოლოგთან და შესაბამისი მკურნალობა. დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებთ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.